ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია ჩვენი სტუმარი ბატონო ირაკლი მოგესალმებით მადლობა რომ პასუხობთ მაესტროს შეკითხვებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა საუბარი თქვენთან დავიწყოთ თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება სამინისტროში არსებულ მოსასმენ აპარატურაზე. აი დღეს ირინა იმერლიშვილის კომენტარის შემდეგ გაირკვა ბატონო ირაკლი რომ ჯერ კიდევ თქვენი მინისტრობის პერიოდში იპოვეთ მოსასმენი აპარატურა სამინისტროში. რატომ არ გაასაჯაროეთ მაშინ ეს ინფორმაცია? ასევე საინტერესოა როდის იქნა შეძენილი მოწყობილობა და რა მიზნისთვის თუ გააქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? ბუნებრივია მაქვს, იმიტომ რომ ეს პირველივე პერიოდში, როდესაც შევდექი მინისტრის მოვალეობის შესრულებას, იქნა აღმოჩენილი, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდა, აღიძრა საქმე სამხედრო პოლიციის მიერ და რაღაც გარკვეული საექსპერტო დასკვნები იყო საჭირო იმისთვის, რომ ზუსტად დაგვედგინა რა სპეცტექნიკასთან ჰქონდა საქმე, ბუნებრივია ჩვენ ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფთან ურთიერთობა და საბოლოო ჯამში თქვენ გახსოვთ მე პრაქტიკულად ესეთი სპეციალური ტექნიკისგან თავდაცვის სამინისტრო გავწმინდე. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიცია, სამხედრო პოლიცია ძველი რეჟიმის დროს იყო პრაქტიკულად პოლიტიკური პოლიცია, ესეთი ტექნიკა არ ჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს, ამიტომ დაგეგმილი იყო, როგორც კი დასრულდებოდა გამოძიება, მისი გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, სადაც შესაბამისი სტრუქტურები კონდაზვერვითი თუ კონტერორისტული სამსახურები მას გამოიყენებდნენ დანიშნულების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ესე დავტოვე ეს საქმე, საჯაროობას რაც შეეხება, ხა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამაზე არ ჩავთვალე, არ იყო აუცილებლობა იმის, რომ ღიად გვესაუბრა, იმიტომ რომ მაინც ეს ისეთი სპეციფიური თემაა, სპეციფიური მიმართულებაა, რაც საჯაროებას მანდა მაინც არ საჭიროა. თუმცა დღეს საჯარო გახდა, რამდენად მიზანშეწონილია ბატონო ირაკლი თქვენი აზრით, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რამდენად შეიძლება ამაზე საუბარდე, ხომ არ შეიცავს ეს ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი ხო არ არის? დიახ. ვერ დავაყენებ ვერანაირად ეხა განხილვისაგნად. მე აქ ვერანაირ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას ვერ ვხედავ, მისი მინისტრის როგორც პოლიტიკური ფიგურის გადაწყვეტილება იყო ეს გაესაჯაროებინა, ალბათ ეს მას უფლება აქვს ამის, ამით არ დაზიანებულა ის ტექნიკა და ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მას დანიშნულების მიხედვით გამოიყენებენ შესაბამისი ქვედანაყოფები. ხაზი უნდა გაესვეს იმას, რომ ყველანაირი სპეციალური ტექნიკა, სპეციალურ სტრუქტურებს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ უზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება და არ გამოიყენონ იმისთვის, რომ მოусმინონ პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორც ეს ხდებოდა ძველად და რისი ინფორმაციაც და პრეცედენტებიც ძალიან ხშირად არის მოქმედი ხელისუფლების დროსაც. ამიტომ ბუნებრივია შეიძლება ასეთმა გახმაურებამ პრევენციაც გაუკეთოს პოლიტიკური ნიშნით მათი გამოყენება. გასაგებია, მოდით გადავიდეთ ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრაზე მოსამართლეებთან, გააკეთეთ დღეს განცხადება ამასთან დაკავშირებით. როდის შედგა ეს შეხვედრა, რა იყო მისი მთავარი მიზანი და რა ინფორმაცია გაქვთ, რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მოსამართლეები? მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე მხოლოდ დაუდასტურე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ დასმულ შეკითხვაში თუ არის ცნობილი თქვენთვის დეტალები ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენც მოგვივიდა და თუ კი დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას მერე, როდესაც ცხადი გახდა, რომ ბრალდება პროკურატურის მხრიდან პრაქტიკულად უსაფუძვლო იყო და დადასტურდა ეს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო საქალაქო სასამართლომ, როგორ აწრიალდა პროკურატურის წარმომადგენლები, მათ პრაქტიკულად დაენგრა მთლიანად არა მხოლოდ საქმე, არამედ ის დავალება ვერ შეასრულეს, რომელიც მიღებული იყო პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ, როდესაც ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, ჩვენ ძალიან შევშფოთდით, იმიტომ რომ ჩარევა სასამართლო პროცესებში, რაზეც ხელი წაუცდათ რამდენჯერმე თუნდაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუნდაც ამ პროცესში ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებით მოტრიალდება. ამიტომაც, როდესაც ეს შეკითხვა გაჩნდა, მე გულწრფელად ვუპასუხო, რომ მიღებული ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, ვამოწმებთ, ველოდებით დადასტურებას, აქედან გამომდინარე სპეკულაციებს მე კონკრეტიკაზე ვერ დავიწყებ. შედეგი ხომ არ გაქვთ, ბატონო ირაკლი, თუ გაქვთ რაიმე დეტალი, რომ გითხრათ. დავასრულებ, ერთადერთი იარაღი ჩვენს ხელში და საზოგადოების ხელში სწორედ არის საჯაროობა. იმიტომ რომ მე მინდა ყველას მოუწოდო ჩვენ მოქალაქეებს თუ სიმართლე არ დავიცავი და არ დავდექით ერთად, ყველას აქეთ გვეწევა სახში უსამართლობა, როგორც ხდებოდა ეს წინა რეჟიმის დროს. აქედან გამომდინარე გასაჯაროება ამ თემის აუცილებელია და როგორც კი მტკიცებულებები გვექნება, მე აუცილებლად გასაგებია, თუმცა თქვენ ადასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა, ხომ არა გაქვთ ინფორმაცია მოსამართლეების გვარებთან დაკავშირებით, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? მე ვადასტურებ, რომ ინფორმაცია მეც მივიღე, როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ამის გადამოწმება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, როცა მე მექნება მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში საჯაროდ გავაჟღერებ. თუმცა
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აქ საუბარი იყო კონკრეტულად კაბელების, ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეზე. ამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების აპელაციაში გასაჩივრების შემთხვევაში, რომელსაც აპირებს პროკურატურა, იქ სასტურველ სახელმწიფო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხელისუფალისთვის სასტურველი გადაწყვეტილების მიღებაზე, რის სანაცვლოდაც შესაძლებელია დათმობა მომხდარიყო იმ კანონპროექტში, რომელიც ინიცირებულია მთავრობის მიერ. აი, რა ცვლილებაზეა საუბარი, ბატონო ირაკლი, განგვიმარტოთ. ეხლა გიხსნით მაგას. სადაც საუბარი არის მოსამართლე თავმჯდომარეების არჩევის, ასე ვთქვათ, სქემაზე. და აქედან გამომდინარე, თუ კი ეს მართლაც განხორციელდა და ეს დათმობა შედგა, ამ შემთხვევაში კიდევ მეტი საფუძველი გვექნება ეჭვი შევიტანოთ იმაში და დავrწმუნდეთ, ეჭვი შევიტანოთ პოლიტიკურ გულწრფელობაში ბატონი ივანიშვილის და დავrწმუნდეთ იმაში, რომ მართლაც აქვს შესაძლო რაღაც გარიგებას ადგილი. ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად, მე იმიტომ დავადასტურე და იმიტომ ავტეხეთ განგაში, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ ჩვენ იგივე დაზარალებულების ოჯახებს, რომლებიც უდანაშაულოდ 7 თვის განმავლობაში ციხეში არიან უკვე. არა მარტო მათთვის იქნება ეს მძიმე, ეს მძიმედ მოუტრიალდება ჩვენ სახელმწიფოს, რომელშიც ჩვენ იმედი გვქონდა 2012 წელს ეს ზეწოლა სასამართლოზე არ იქნებოდა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ამას ჩვენ ბოლოს მოუღოთ. და ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ. დღესვე გავრცელდა გენერალური აუდიტორის განცხადება. ლაშათორდიამ კაბელების საქმესთან დაკავშირებით ტენდერის დარღვევებით ჩატარებაზე ისაუბრა. აუდიტის სამსახურის დასკვნა პროკურატურას უკვე გადაეგზავნა, როგორც ჩემთვის ცნობილია, შეცვლის თუ არა ეს დასკვნა საქმის მიმდინარეობას. ანუ იქონიებს ის გავლენას გამოძიებაზე? ეს ადვოკატებს და სასამართლოს უნდა კითხოთ, მე მგონი ეს სიახლე არ არის, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ, რომელიც პრაქტიკულად უარყოფს, ანუ არ მიიღო მტკიცებულებად ბრალდების მხარის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა და ამასთან ერთად მიიღო მტკიცებულებად ადვოკატების მიერ წარდგენილი დასკვნა. ეს პრაქტიკულად მთლიანად ურღვევს საფუძველს ბრალდებას და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ბიჭების უდანაშაულობა. რაც შეეხება ამ ესე ვთქვათ აუდიტორის გამოსვლას ეხლა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება მიიღოს და ნაფტალინიდან ამოწიეს და ათქმევინეს 1-2 ფრაზა, რომ PR კამპანია აწარმოონ, ეს არის სხვა არაფერი გარდა იმისა, რომ პირდაპირ დიქტატი სამწუხაროდ პროკურატურის დამოუკიდებელ უწყებაზე, წესით რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს აუდიტი და ეს ძირითადად ვერც საქმის ცვლილებას ვერ შეცვლის და საერთოდ არ ამგონი ამან რაიმე ამინდი შექმნას. დიდი მადლობა, დავალდოთ მოვლენათა გავითარებას, სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს, უნდა დაგემშვიდობოთ ჩვენ შეკითხვებს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობდა.